მე-14 დავალება OXY საკოორდინატო სიუწყეზე მოცემულია OABC რომბი, რომლის გვერდის სიგრძე 2 სტოლია, ხოლო AOC კუთხის სიდიდე 45 გრადუსია, იპოვეთ B-წერტილის აბსცისა, ან X კოორდინატი, თუ ცნობილია, რომ C-წერტილი მდებარეობს აბსცისათა დადებით ნახევარ ღერძზე. საკმაოდ კომპლექსური ამოცანაა, მაგრამ სწორად გააზრებისა და შემდგომ ნახაზის გაკეთების შემდგომ ვფიქრობ, არ უნდა იყოს რთული. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ OABC რომბია. ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მოცემული იყოს კვადრატი მობრუნებით ან მობრუნების გარეშე. შესაძლოა იყოს მართკუთხედი, უბრალოდ მართკუთხედი ვერ იქნება, იმიტომ რომ არა, რომის თავარი და საკმარისი პირობა არის, რომ ოთხივე გვერდი ტოლი იყოს. ანუ მართკუთხედი კვადრატი სავსებით შესაძლებელია, მაგრამ აქ ტრაპეცია ნამდვილად არ იქნებოდა დასახაზი. უნდა მივაქციოთ ყურადღებას, რომ ჩვენ საკოორდინატო სიუწყე გვაქვს, რომლის ცენტრი O არის, ანუ რომბის ერთი წვერო აუცილებლად მდებარეობს სათავეში. როდესაც წერია, რომ გვერდის, მოდი ამას თავი დავანებოთ, როდესაც წერია, რომ ესე იგი C-წერტილი მდებარეობს აბსცისათა დადებით ნახევარ ღერძზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად X ღერძზე იქნება, ოღონდ მარჯვენა მხარეს. და თუ დავაკვირდებით, OC აუცილებლად მეზობელი წვეროებია. შესაბამისად, OC აუცილებლად ძევს ამ ფორმით, რა ფორმითაც ეს ნახაზე მაქვს დახაზული. შემდეგ, AOC კუთხე 45 გრადუსია. AOC-ს 45-თან ტოლობა იმას ნიშნავს, რომ კუთხე B-ც 45 სტოლია. ხოლო რადგან რომბი პარალელოგრამის შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში პარალელოგრამია, მაშინ აუცილებლად პარალელოგრამია, იმიტომ რომ ორი პარალელური გვერდი გვაქვს მოპირდაპირე გვერდებისა. შესაბამისად, კუთხე AOC 45-ია, B კუთხე 45-ია და კუთხე A არის 180 - 45. თუმცა ეს ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება. აქ თუ კი დავუშვებთ A წვეროდან სიმაღლის OC გვერდზე, გვაქვს პითაგორას თეორემა, უпростоრად ტრიგონომეტრიული გამომდინარეობები, ეგეც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომლის თანახმადაც OA 2 სტოლია, რადგან გვერდია რომბის, AK სიმაღლე არის დაშვებული OC გვერდზე და 45 გრადუსიანია, ეს არის სინუსი. AK-ის, ანუ სიმაღლე ისე შეეფარდება OA-ს, ის როგორც 2, მისი სიმაღლე, ის გვერდის სიგრძე ვიცით, შესაბამისად ეს არის სინუსი 45-ზე და სინუსი 45-ზე ფესვიორი შეფარდებული 2-თან, აი ამისი ტოლია, ანუ სიმაღლე უკვე ცნობილია ჩვენთვის. მაგრამ ვთხოვენ B-წერტილის აბსცისას, ანუ X კოორდინატს, რომელიც პარალელურია, AO-ს გადატანა პარალელურად, ეს CB მიიღება. დავაკვირდეთ ერთ მომენტს, რომ C კუთხის კოორდინატი, C წვეროს კოორდინატი არის 2, 0 წერტილი, ხოლო რაც შეეხება B-ს, ნახეთ, გარკვეული თვისებებიდან გამომდინარე, რადგან B-C პარალელურია OA-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ OK ტოლი იქნება C, აი B-დან დაშვებული სიმაღლის წერტილისა. რადგან პარალელურია, გვაქვს მსგავსება, ტოლის საკუთხედები და შესაბამისად გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ B წვეროს აბსცისა იქნება OC-ს, ანუ 2-ს დამატებული AOK სამკუთხედის აქედან გამომდინარე OK, იმიტომ რომ თუ კი B-დან დავუშვებთ სიმაღლეს, აღმოვაჩენთ, რომ CB რაღაცა დავარქვათ
m-ი, ტოლია OAK და რადგან OK ცნობილია, პარალელური გადატანით გვექნება 2-ს დამატებული ფესვი 2 იგივე OK. შესაბამისად, აქ პასუხი არის პირველი 2-ს დამატებული ფესვი 2.